ვიმუშაობთ. დატბორილი სახლები, განადგურებული მოსავალი და ჩახერგილი გზები გუიას სტიქიას ებრძვის. ძლიერმა წვიმამ განსაკუთრებით ოზურგეთის რაიონი დააზარალა. სოფელს შემოქმედში სასწავლო პროცესი შეწყდა. 10 ოჯახი კი ევაკუირებულია. შეფერხებულია საავტომობილო მოძრაობა შემოქმედი ოზურგეთის გზაზე. მდინარე ბჟუჟის ადიდებამ გზის სავალი ნაწილი დააზიანა. ადგილზე გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობენ საპატრულო და სამაშველო სამსახურის ბრიგადები. ჯერჯერობით უცნობია რა დრო დასჭირდება გზის რეაბილიტაციას. ადიდებულმა მდინარემ ის წყალსაცავით დააზიანა, რომლითაც ქალაქი ოზურგეთი და რამდენიმე სოფელი მარაგდებოდა. ჯერჯერობით უცნობია რა რაოდენობის ზარალია. გურიაში სოფელ შემოქმედში სამთავრობო დელეგაცია უკვე ჩავიდა და ვითარებას ადგილზე გაეცნო. სახლები დატბორილია სოფელში, გზაც აღებულია, ასფალტირებული გზა მოხსნილია, ქალაქში შემაერთებელი გზა ინგრევა. ბავშვები ევაკუაცია მოახდინეთ სადღაც 10-15 წუთის განმავლობაში და ყველა მასწავლებლის ევაკუაცია ხელშეაყვანილი გადმოყავდათ უკვე ბავშვები ჩვენს სოფლის ხელმძღვანელობას და რაიონის ხელმძღვანელობას. სხვა არ არის დატბორილი, შიგნით არაფერი არ არის დაზიანებული, ჯერჯერობით მთლიანად ამინძებართ მინდობილი და თუ კი ყველაფერი კარგად იქნება, ყველა სასწავლო პროცესს განვაახლებთ. ჯერჯერობით ამინდობის გამო ვერც კი ხედავთ ნათლად რასთან გვაქვს საქმე, ამინდი როგორც კი გამოვა, ალბათ შევდგებით ზარალის დადგენას და აღდგენით სამუშაოებს დავიწყებთ. უკვე შექმნილია ზარალის დამცველი კომისია, რომელსაც ძალიან მალე დღესვე დავიწყებთ 24 საათიან რეჟიმში მუშაობას, რომ მაქსიმალურად სწრაფად მივაწოდოთ ინფორმაცია ინფრასტრუქტურის სამეცნიერო ზარალის შესახებ.